მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური საკითხებით, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენთან იქნება მნიშვნელოვანი სტუმარი სულ რამოდენიმე წუთში. მანამდე კვლავ დაუბრუნდებით გასული დღის მნიშვნელოვან მოვლენებს. გუშინ საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, ნახეთ რამოდენიმე საინტერესო შეფასება, რამოდენიმე საინტერესო საკითხზე, თუმცა განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ნაწილი, რაზეც ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას მათ შორის შემდგომ გადაცემებში, მათ შორის ერთ ნაწილზე უფრო ცლად გვაქვს დასაუბრები, თუმცა არის საკითხი, რომელიც შეეხება ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, დამატებით ასე გამბაჟების აქციზის დაწესება. ამ საკითხებზე ჩვენს შემდგომ გადაცემებში უკვე მომდევნო კვირას კიდევ უფრო დეტალურად და ცლად ვისაუბრებთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იყო იდეალური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან იქნა მიღებული, ყველაზე სწორი, ზუსტი, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს მთავრობის მუდმივი განწყობა საზოგადოებასთან, მთლიანად ბიზნესტრებთან დიალოგის და ყოველთვის ამის შემდგომ მიღება გადაწყვეტილების, აი ამის დასტური იყო გუშინდელი გადაწყვეტილება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია უკვე პრემიერის შეფასება მოვისმინოთ. შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექსელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, ანუ ექსელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება გამბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული კუბზე 4.5 ლარი, შესაბამისად ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნახევრის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობა მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაცაც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ და ვხედავ, რომ ეს არის ფაქტურად იდეალური გადაწყვეტილება არსებულ ვითარებაში, მოცემულ სიტუაციაში და დიახ, ეს ასე უნდა ხდებოდეს, თუ ჩვენ შევხედავთ წარმატებულ პრაქტიკებს მსოფლიო მასშტაბით, აქციზის გადასახადის გამოყენება ამ შემთხვევაში არის მართლაც მნიშვნელოვანი მაკორექტირებელი საშუალება, მათ შორის გარემოს სტანდარტების, გარემოს დაცვის სტანდარტების უკეთ უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთხელ Business Insider-ი მომდევნო კვირის განმავლობაში ამ თემას კიდევ უფრო ცლად გაშლის. საკითხი, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომელზეც ასევე მომდევნო კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ, თუმცა მთელი ეს კვირა ვიწევდა საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციების მაჩვენებლებზე. ცხადია, ამ ნაწილზე პრემიერმა გაამახვილა ყურადღება და შეიძლება ეს ნაწილიც ვნახოთ. გამოხდა საქსადის მხრიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები 2025 წლისთვის და მონაცემების მიხედვით ინვესტიციებმა გასულ წელს შეადგინა 1.689 მილიონი დოლარი, რაც არის გაუმჯობესებელი მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 2024 წელთან შედარებით 119 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა წლიური მაჩვენებელი, გაუმჯობესდა 7.6%. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში დაფიქსირდა 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც გვიმყარებს ჩვენ ოპტიმისტურ მოლოდინებს იმასთან დაკავშირებით, რომ წელსაც, ისე როგორც წინა წლებში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება. დიახ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაზეც პრემიერი საუბრობდა, ინვესტიციების მაჩვენებელი, რომელიც 2025 წლის მაჩვენებელი აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ ვხედავთ, რომ რეინვესტირება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მაჩვენებელზე და აქაც ჩანს საკმაოდ საინტერესო ტენდენცია, რომ დიახ, არა მხოლოდ ახალი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, არამედ ინვესტორები, რომელიც აქ და ამ ქვეყანაში საქმიანობენ, დიახ, ენდობიან აქ ამ ქვეყანას, ენდობიან სწორედ ძელვადიანი მშვიდობის პოლიტიკას, ისინი თავისუფლად გეგმით
დგამენ საკუთარ გრძელვადიან საქმიანობას. ხშირად ყველაზე მთავარი ბარომეტრი არის სწორედ ეს, დიახ, ბიზნესის გადაწყვეტილება რეინვესტირებასთან დაკავშირებით, ანუ საკუთარი საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით. არა ის, რომ მოგებას იღებს ბიზნესი უბრალოდ და გადის ბაზრიდან უარეს შემთხვევაში, ან უბრალოდ მოგებას აგროვებს ამ ნაწილში და არ ხარჯავს. არა, პირიქით, მას აქვს სტიმული ხარჯვის, მას აქვს სტიმული, რომ გაზარდოს საკუთარი წარმოება, საბამისად დაასაქმოს მეტი ადამიანები, რაც ჯამში კლიანტში და პროდუქტის დას უწყობს ხელს, ხოლო დასაქმებული ადამიანები და ამ შემთხვევაში გაზრდილი ხელფასების ნაწილი და ეს ტენდენციაც ჩანს. შემდგომი კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე განახლებულმა ჩვენებს მივიღებთ ხელფასებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს სწორედ ღირსეული ცხოვრების პირობებს ამ ნაწილში. უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს და რომლისოდაც არ გამოვა უბრალოდ მე ვფიქრობ არაფერი შეეხება განათლების თემატიკას, შეეხება განათლების რეფორმის მიმდინარეობას. აქვე ჭრილში რადგან ვახსენეთ უმუშევრობა და ზოგადად დასაქმების ნაწილი აუცილებლად შემოდის თემა, რომელიც შრომის ბაზრის კვლევას შეეხება და როგორი მნიშვნელოვანია, რომ არ წარმოიქმნას ვითარება, რომელიც დღეს გვაქვს უბრალოდ გამოვასწოროს ეს ვითარება, რომელიც უკვე წარმოქმნილია. შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ჩვენ ერთხელ უმუშევრობა გვაქვს 13.9%, მიუხედავად თუ შევხედავთ 2012-13 წლის შემდგომ პერიოდს, ეს არის განახევრებული მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, მაინც მაღალია 13.9%. საუბრობ და მეორე მხრივ არის ბიზნეს სექტორი კრებსი და ამ შემთხვევაში, რომელიც უპირატესად განიცდის სამუშაო ძალის კადრების დეფიციტს. პოლიტიკის პარადოქსი გვაქვს, ფაქტი სახეზეა. 13.9% უმუშევრობა და მეორე მხრივ ბიზნესი, რომელსაც სამუშაო ძალა არ ყოფნის და აი აქ სწორედ შემოდის თავარი კითხვა, რომ რა ხდება შრომის ბაზარზე და როგორი საჭიროა განათლების რეფორმა. ვიდრე ჩვენ ამ თემაზე საუბარს გავაგზავნებთ, მანამდე მცირე მიმოხილვა გავაკეთოთ ტრადიციულად ბიზნეს ინსაიდერზე, თუ შეიძლება პირველი დიაგრამა, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას, ზოგადად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობის შესახებ და მოდით ვნახოთ ვითარება, სადაც უბრალოდ რამოდენიმე ციფრს მინდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით 2023, 24, 25 და 25-26. თუ ჩვენ შევხედავთ ჯამურ მაჩვენებლებს, აქ დავაპირებთ, რომ ჯამური მაჩვენებლის შემთხვევაში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა იზრდება. და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2025-2026 წლების ჭრილში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობის ნაწილი, ანუ ეს ტენდენცია არის მზარდი ხასიათის. თუმცა, თავარი კითხვა კვლავ მოდის აქ, რამდენად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ სწორ სპეციალობებს დაეუფლონ ადამიანები. თვითმიზანი ხომ არ არის მხოლოდ დამთავრება და კურსდამთავრებულის წოდება. ხომ ჯამში ჩვენ ხომ უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ საბოლოო ჯამში ადამიანმა მისი პროფესიით ღირსეული სამუშაო, ასე ვთქვათ, მოძიება შეძლოს და ღირსეულად დასაქმდეს. აი აქ ჩდება ხოლმე სწორედ მთავარი კითხვა და აქ არის სწორედ მთავარი პრობლემა, რის შესახებაც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა და აქვე კიდევ ერთი დიაგრამა, სადაც უკვე პროფესიების ნაწილს შევხედავთ, იმიტომ რომ აქ არის ასე ვთქვათ, მათ შორის მთავარი გასაღები, შეიძლება ასე ვთქვათ, კურსდამთავრებულთა განაწილება უკვე პროგრამების და მიხედვით აი აქ შევხედოთ ვითარება სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი 43.5%, ჰუმანიტარული მეცნიერებები 17.9%, ჯანდაცვა სოციალური უზრუნველყოფა 19.3%, მეცნიერების ნაწილი 9% და სხვა 10.3%. სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი. აი პრობლემაც აქ არის სწორედ მათ შორის პრემიერმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მისი პროფესიიდან გამომდინარეც სამართლის ნაწილში, სადაც სერიოზული პრობლემა აქვს, მიწოდება არის საკმაოდ მაღალი, თუმცა როგორც ჩანს, ბუნებაში უბრალოდ ასეთი ამდენი დიპლომირებული ადამიანი მაგალითად სამართლის ჭრილში ვერ დასაქმდება, ანუ გარკვეულწილად ეს თქვარი თავის მოტყუებაც არის და თუ აქ სწრაფი და გადამწყვეტი ზომების მიღება არ მოხდა, რთულია, ბუნებრივია ეს ტენდენცია შენარჩუნდეს. მაშინ ისევ ციფრები გვექნება, რომელიც არავის არ გვინდა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ თავარი მიზანი არის ამის შესახებ პრემიერა ერთხელ საუბრობს უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირება ნულისკენ, ანუ რასაც ბუნებრივ უმუშევრობას ვეძახით ეკონომისტები. ამ საკითხებზე განსაკუთრებულად განათლების ჭრილში მე მინდა ბატონო ზვიად გაბისონიათ ხოლმე ბატონო ზვიად საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს. ბატონო ზვიად, კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისათვის დააბრძანდით ბიზნეს ინსაიდერზე, მაესტროზე, თქვენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მნიშვნელოვანია და ამიტომ გთხოვეთ დღეს ჩვენს ეთერში მობრძანება და სწორედ მათ შორის ჩვენი მოხილვიდან გამომდინარეც და იმ ტენდენციებიდან გამომდინარეც, რომელსაც ჩვენ ვხედავთ უკვე გასულ თვეში თებერვალში განსაკუთრებით გააქტიურდა პერიოდი განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე რომ ვისაუბროთ, ცხადია მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშვნელობასა და მიმდინარეობას.
მადლობა მოწვევისთვის გიორგი. საქმე ის გახლავთ, რომ ძირითადი მიმართულებები აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მიდის. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული შემოდგომი და როცა პრემიერმა გააკეთა განცხადება და შესაბამისად წარვადგინეთ მთავარი კონცეფცია, პარლამენტში ჰქონდა ორი პაკეტის წარდგენა, ერთი საშემოდგომო სესიაზე და მეორე საგაზაფხულო სესიაზე დაჩქარებული წესით, რითიც ძირითადი პაკეტი უზრუნველყავით იმ მიმართულებით, რაც წელს გვჭირდებოდა ამ ნაწილში. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იყო კვოტირების საკითხი. გახსოვთ, რომ მთავრობაზე იყო დელეგირება, რომ მოეხდინა გარკვეული ტიპის პროფესიების მიმართულებით და პროგრამების მიხედვით დადარება და შესაბამისად განსაზღვრა კვოტირების ნაწილში, ასევე ჩვენმა სამინისტრომ დამატებით იმუშავა საგამონაკლისო წესებზე, მაგალითად თქვენ იცით, რომ ჩვენი მოდელის მიხედვით ჩვენ გადავდივართ 4+2-დან 3+1+1 მოდელზე, შესაბამისად დადარდა და მოხდა გარკვეული ტიპის ცვლილებები, სად შეიძლებოდა და სად იყო აუცილებლობა, მაგალითად საინჟინრო მედიცინის და შემდეგ არა 3 წლიანი, არამედ 4 წლიანი ან ზოგჯერ 5 წლიანი მიმართულებები, მაგისტრატურის ნაწილში ძალიან ცოტა პროგრამა დარჩა 2 წლიან ნაწილში, დანარჩენი გადავიდა 1 წლიან, ანუ 1+1 მოდელზე. ამ ეტაპისთვის უნდა გითხრათ, რომ ძირითადი საკანონმდებლო მიმართულებები უკვე დასრულებული გვაქვს, გულისხმობ ძირითად ორ ფაზას. ეხლა გადასული ვართ მისაღები გამოცდების საწყის ფაზაში, პროგრამები უკვე გაკეთებულია, ანკეტა კითხვარები გაკეთებულია უნივერსიტეტების მიერ და შესაბამისად შემდეგ ფაზაზე გადავდივართ. კი ბატონო, აი ამ ნაწილზე და განსაკუთრებით მინდა მივიდე კვოტირების თემაზე, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა გითხოთ, მათ შორის ერთ-ერთი მოტივიც გარკვეულწილად შრომის ბაზარზე არსებული ვითარება და შრომის ბაზრის კვლევა, ძირითადი მიგნებები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო, ჩვენ ნახეთ პრემიერის საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია ამასთან დაკავშირებით. რა ვითარება ამ კუთხით თქვენი შეფასება? მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პრემიერის ხელმძღვანელობით გამოვიტანეთ შრომის ბაზრის კვლევა და ვაჩვენეთ, რომ პროფესიები, რომლებიც ორიენტირებულია შრომის ბაზარზე და დასაქმებაზე, იყო მოთხოვნა მიწოდების ნაწილში სერიოზული გარღვევა იმ მიმართულებით, რომ მაგალითისათვის 14400 ადგილი, რომელიც ჩვენ გვჭირდება კონკრეტული მიმართულებით მომხდარიყო გადანაწილება, ამის ნაცვლად მიღება იყო დაახლოებით 20000-ზე ცოტა მეტი რაოდენობის, ეს ერთი ნაწილი, ასევე აქვე მინდა, რაც ხშირად სპეკულაციის საგანი ხდება ხოლმე, რომ ყველა პროფესია, რა თქმა უნდა, არ არის დასაქმებაზე ორიენტირებული, ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული დეფიციტური ან მეცნიერებაზე ორიენტირებული პროფესიები, რომელიც ყველა განსაზღვრეთ და კვოტირების ნაწილში იგივე 5-დან 20-მდე ეს იყო მინიმალური ის ზღვარი, რა ზღვარზე თქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ხდება ასე ვთქვათ, განსაზღვრა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე და დასაქმების ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, მაინც განსაზღვრეთ იმისათვის, რომ ეს პროფესიები არ დაგვეკარგა. რაც შეეხება თქვენ წეგან ძალიან სწორად გამოიტანეთ და სწორად აჩვენეთ სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულების მეცნიერებები, ასევე ბიზნესი და სამართლის ნაწილი. ყველაზე დიდი პრობლემები მოგეხსენებათ ამ ნაწილში, მიწოდების ნაწილში გვაქვს ჭარბი მიწოდების ნაწილი, მოთხოვნა გაცილებით ნაკლები, აქედან გამომდინარე, მაგალითად, ამიტომ მოყვავს ხოლმე ძალიან ხშირად, გარდა იმისა, რომ ჩვენ თავად ვართ ამ პროფესიის წარმომადგენლები, ჩვენ თავად ვხედავთ თავარ პრობლემებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს. ამ ნაწილში უნდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ციფრები ყოფილიყო ბაზარზე ორიენტირებული, თუმცა გახსოვთ, რომ პრემიერმა შეხვედრის დროს პირდაპირ განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ ჭარბად ვაკეთებთ ამ წუთას მიწოდებას შესაბამისი პროფესიებისა, იმისათვის, რომ თქვა სტრესული მომენტი არ ქონოდა სტუდენტებს, რადგან მოკლე პერიოდი იყო ამ ნაწილში, ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ კონკრეტულად ბაზრის კვოტაზე დაჯდომა და დაახლოებით ასეთი გახლავთ 14400 ადგილი, ხოლო ამ ეტაპისთვის ჩვენ დაახლოებით განსაზღვრეთ 21600 ადგილი ბაკალავრიატის ნაწილზე და დაახლოებით მისი 15-20%, როგორც ევროსტანდარტია, იცით, მაგისტრატურის მიმართულებით. კი ბატონო, აი სწორედ კვოტირების ნაწილზე მაინც მინდა კიდევ მიუბრუნდე საკითხს, რომელიც არაერთი სპეკულაციის მიზეზი გახდა, რომ თითქოს ეს კვოტირების ნაწილი იყო სპეციალურად იმიტომ, რომ ცალკეულ სასწავლებელთან მიმართებაში მომხდარიყო რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, ჩემი პირადი აზრი კი მაქვს ამ სასწავლებელთან დაკავშირებით, თუმცა გადავდოთ ეს გვერდზე ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ კვოტირების ძირითადი მიზანი და მათ შორის გადანაწილება, როდესაც საუბარი შეეხო დედაქალაქში, რეგიონებში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს, საგამომცემლო დაწესებულებებს. კვოტირების პრინციპი სრულად შეესაბამება რეფორმის მთავარ გენერალურ ხაზს. ანუ მთავარი პრინციპი რა არის, რომ ჩვენ გვჭირდება ორი ჰაბი ქვეყანაში,
აღმოსავლეთ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, თბილისი და ქუთაისი. შესაბამისად, დეკონცენტრირების ნაწილი გულისხმობს იმას, რომ თბილისის სტუდენტური კვოტირების ნაწილს გარკვეულწილად თანდათან გადაინაცვლოს ქუთაისის მიმართულებით, ხოლო მაგალითად თბილისში ან თუნდაც ქუთაისში ეს ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს. ქუთაისშიც იგივე ლოგიკა უნდა იყოს განვითარებული. ჩვენ გულისხმობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უნდა იყოს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ანუ პროგრამების ნაწილში, რა თქმა უნდა, ხო? აქაც სპეკულაცია იყო ფაკულტეტი, პროგრამა და ასე შემდეგ. მე მგონი ძალიან ნათელია სურათი, მაგალითად იურიდიული მიმართულება, ბიზნესის მიმართულება, ეკონომიკის მიმართულება უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი პროგრამა. ლოგიკა იყო შემდეგნაირი: ტრადიციები იყო ასევე გამოცდილება, იყო აკადემიური პერსონალის ნაწილი, ასევე რა თქმა უნდა იყო უნიკალურობის მომენტიც, თუმცა უნიკალურობის მომენტი არ უნდა იყოს აცდენილი მის ტრადიციულ გამოცდილებას. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტების მთავარი ფლაგმანი და გახსოვთ თქვენ პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენს დედა უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნოთ დედა უნივერსიტეტის, ანუ ფლაგმანი უნივერსიტეტის სტატუსი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური და სხვადასხვა мотиваციის გამო თავის დროზე წაართვეს. შესაბამისად, ეს იყო მთავარი мотиваცია ამ ნაწილში. იმ უნივერსიტეტებში, სადაც აღმოჩნდა დადარების დროს გადუალება პროგრამებისა, შესაბამისად გადაინაცვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე დროს თქვენ გახსოვთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაინაცვლა ტექნიკურმა მიმართულებებმა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც. ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მილევად რეჟიმში გადავიდა მედიცინის მიმართულება, რადგან ჩვენ თქვით, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უნდა იყოს მედიცინის მიმართულებით ფლაგმანი. მისი ისტორიულ ნაწილში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაპარაკია განათლების მიმართულებაზე და პედაგოგიკის მიმართულებაზე. მათ განესაზღვრა ძირითადი ნაწილი, ერთადერთი განყენებული, ასე ვთქვა და სპეციფიკური მიმართულება იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კი ბატონო, გასაგებია ამ შემთხვევაში. ბატონო ჟიათ, აუცილებლად მინდა კვლავ სპეკულაციებს მიუბრუნდე, ვინაიდან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს ეხებათ ეს, გულისხმობ სტუდენტებს, ვინაიდან ავიც რამდენი წელია 9 წლიდან მიწევ სტუდენტებთან მუშაობა და განსაკუთრებით სენსიტიურები არიან სრულად სამართლიანად მთელი საკითხებთან დაკავშირებით და ყოველ შემდგომი თაობა უფრო და უფრო მეტ კითხვას სვავს ბევრ საკითხზე და ხშირად სპეკულირებენ ახლა თემით სტუდენტების მისამართონ თითქოს ეს კვოტირების ნაწილი ეხებათ მოქმედ სტუდენტებსაც რაც გასაგებია რომ აბსურდული ნაწილი მაგრამ კიდევ ერთხელ რომ თქვენგან ავხსნათ ეს ნაწილი რა თქმა უნდა ეს უკვე კომიკურ მდგომარეობაში გადავდივართ, ჩვენ ვსაუბრობთ ახალ მისაღებ გამოცდებებზე და ახალ კვოტირებაზე. ეს არის ახალი და არ ეხება სტუდენტი, რა თქმა უნდა. ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლობს შესაბამის უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამებზე, რომელიც თუნდაც მილევად რეჟიმში იყოს, ყველა დაასრულებს თავის მშობლიურ უნივერსიტეტში და მიიღებს იგივე უნივერსიტეტის დიპლომს. ამის გამო ჩვენ გარკვეული ტიპის დამატებითი ბენეფიტები და დათმობებიც მოვახდინეთ, მიუხედავად იმისა, გახსოვთ მაგალითად, რომ ჩვენ ქონდა საუბარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე, ასევე აგრარული მიმართულების გამოყოფაზე და ვთქვათ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყველგან მივიღეთ სტუდენტების სასარგებლო გადაწყვეტილება, რომ ყოველგვარი სპეკულაცია რომ მოგვესპო, ჩვენ თქვით, ყველა სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა ან დაამთავრებს კონკრეტულ უნივერსიტეტს, მიიღებს იმ კონკრეტული უნივერსიტეტის დიპლომს. შესაბამისად, ხაზგასმით ვამბობთ, დღევანდელი სტუდენტები, პირველი კურსი, მეორე კურსი, მესამე კურსი, მეოთხე კურსი, მაგისტრატურის პირველი კურსი და მეორე კურსი. ყველა დაამთავრებს თავის მშობლიურ უნივერსიტეტში, თუ თავად არ აქვს სურვილი, რომ მობილობით ისარგებლოთ და გადავიდნენ სხვა ამის საშუალებასაც ვაძლევთ. კი ბატონო, ამის საშუალებასაც აძლევს სახელმწიფო, მაგრამ ამავდროულად ძირი არის ის და მთავარი არის, რომ მათ ეს არ ეხებათ ამ შემთხვევაში და მათი დაასრულებენ იმ უნივერსიტეტს, სადაც პირიქით გადაწყვეტილებები, რომელიც თქვენ ახსენეთ, სწორედ სტუდენტებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებია ჯამში. აუცილებლად მინდა გკითხოთ სექტორთან დიალოგი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ გარედან დამკვირვებლები ამ პროცესის, მით უმეტეს განათლების სექტორის, რომ ერთის მხრივ საკმაოდ აქტიურია თანამშრომლობა მაგალითად ბიზნეს სექტორთან, ნახეთ რომ განსაკუთრებულად გააქტიურებულია ეს ნაწილი, ვინაიდან ბიზნესს ყოველთვის ჰქონდა კითხვები და ჩვენ პრობლემაც ვახსენეთ ანალიტიკურ ნაწილში, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდა და მათ მეტი უნდოდათ განათლების სექტორში გადაწყვეტილების მიღებებისგან და ხედავთ ახლა ამ ტენდენციას. ერთ მხრივ ბიზნეს სექტორთან ამ შემთხვევაში, სტუდენტებთან დიალოგის ნაწილსაც ხედავთ და მეორე მხრივ
თვითონ აკადემიურ სექტორთან, სადაც ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითები, მათ შორის თქვენ ახსენეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ნაწილზე არსებული დისკუსია, ვნახეთ შესანიშნავი მაგალითები სექტორთან ურთიერთგაგების, მაგრამ მეორეს მხრივ ხედავთ სექტორის ნაწილში არაკონსტრუქციულ მოქმედებასაც. ჯამში არის ის, რასაც თქვენ არაკეთებთ სექტორთან დიალოგის ნაწილში, ვინაიდან რასაც ვხედავ, შედეგები არის ამ კუთხით. პირველ ნაწილში, ბიზნესის ნაწილში უნდა გითხრათ, რომ ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან. თქვენ იცით, რომ მასში თავმოყრილია ყველაზე უფრო მსხვილი ბიზნესი, ასევე უსმენთ აბსოლუტურად ნებისმიერ მიმართულებას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ შრომითი ბაზრის ნაწილთან დაკავშირებული კვოტირება განსაზღვროთ. რაც შეეხება აკადემიურ სექტორს, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არაერთხელ შევხვდით 19-ვე უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ასევე მინისტრთან ერთად ალბათ ადევნებთ თვალს, რომ ჩვენ გვაქვს გასვლითი და რეგიონულ უნივერსიტეტები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა ყველგან ნამყოფი ვარ და ხვალ ვიქნებით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მეორე საკითხი, ასევე თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მქონდა ყველასთან შეხვედრა აბსოლუტურად, ძირითად მათგანთან უშუალოდ მე მქონდა და თქვენ იცით, რომ სამუშაო ჯგუფები გვაქვს ცალ-ცალკე შექმნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პირდაპირ შეხვდა თავად მინისტრი და შესაბამისად ამ ნაწილშიც არ ამგონია რომ რაიმე ყოფილიყო, რაც შეეხება იმ პრობლემებს, რასაც თქვენ ახსენეთ, გულწრფელად გეტყვით, ძალიან ბევრი დრო იკარგება არასაგნობრივ დისკუსიებზე, პოლიტიკურ განცხადებებზე, რაღაცა უაზრო, აბსოლუტურად უაზრო გამოსვლებზე, სადაც საქმიანი დიალოგის ნაცვლად არის რაღაცა ტიპის პოლიტიკური განცხადებები, მაგალითისათვის გეტყვით, რომ ძალიან ბევრი რამ, როდესაც ჩვენ მუშაობდით, გახსოვთ თქვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს აკადემიურ სექტორმა ითხოვა, რომ მომხდარიყო კვოტირებების დაზუსტება, რაზედაც რა თქმა უნდა მთავრობამ მზაობა გამოჩნდა, ესეც ნათელი მაგალითია იმისა, იგივე გაერთიანების ნაწილშიც რამდენად უსმენთ ჩვენ ამ სექტორს და პლუს ამას კვოტირებების დაზუსტების ნაწილში თქვენ ნახეთ რომ მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები დააზუსტა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მათ შორის მოხდა ზოგიერთზე კვოტირების მომატება, ზოგიერთზე კვოტირების შემცირება მათივე უნივერსიტეტის მოთხოვნიდან გამომდინარე, არც ერთი მთავრობას არანაირი შემცირება არ მოუხდენია, უბრალოდ გაზარდა. იმ პერიოდისთვის სამწუხაროდ ზოგიერთი უნივერსიტეტმა არჩია რაღაც დესტრუქციული ქმედებები და შესაბამისად დაკარგა ის საქმიანი პერიოდი, რომლის დროსაც უნდა მომხდარიყო კონკრეტული პროგრამების დადარება, იმიტომ რომ გადავიდა რაღაც პოლიტიკურ და არასაგნობრივ დისკუსიაზე. შესაბამისად, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტთან აბსოლუტური უმრავლესობის ნაწილში მიღწეულია სრული შეთანხმებები, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ძალიან ინტენსიურად მუშაობთ იმისათვის, რომ აგრარული, ეკოლოგიური და გარემოს დაცვის მიმართულებები იქნას გადატანილი და ჩვენ მივიღოთ სახელმწიფო უნივერსიტეტი, თქვენ იცით ჩვენი წარსული, რომ რეალურად ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ აგრარული მიმართულებები განავითაროს, აგრარული სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ სარგებლობთ ამ რეფორმის პერიოდით და ძალიან გვინდა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დამატებითი სტიმულაცია მივცეთ და ამისათვის ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული უზარმაზარი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადავიტანოთ და გავუზიაროთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება ძალიან ბევრი მიზეზის გამო და როდესაც ამ გადაწყვეტილებაზე და ამ მიმართულებით კრიტიკას ვისმენ ხოლმე, სულ მაინტერესებს, მე მესმის თაობათა ნაწილი, რომელიც დაიბადა საქართველოში, როდესაც მას დროებით უკვე აფხაზეთი უკვე ოკუპირებული დახვდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის ადამიანები, რომლებიც მთელ ამ პროცესში შეესწრნენ და მით უმეტეს იციან სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია, აი ახლა როგორ შეიძლება აუგითქვა ამ უნივერსიტეტის გაძლიერებაზე მისი ისტორიიდან გამომდინარე და მისი მომავლიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, როდესაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაბრუნდება მის ქალაქში, სოხუმში დაბრუნდება გაცილებით უფრო ძლიერი ბუნებრივია. პირდაპირ განვაცხადეთ, თქვენ იცით, სამინისტრო მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის პირველივე ქმედებებისთანავე ჩვენ მზად ვართ, რომ დავამატოთ როგორც იურიდიული ფაკულტეტის მიმართულება ყველა თავისი პროგრამით ეკონომიკის და ყველა ნაწილში. ამიტომ ამ ნაწილში მე მგონი სპეკულაციების სრულად ზედმეტია. აბსოლუტურად და აუცილებლად მინდა
გითხოთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს ისეთ კანონპროექტის შექმნას, რომელიც თავს მოუყრის სფეროს მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტებს, ხო, განათლების და მეცნიერების ახალი კანონპროექტი შეიძლება ასე ითქვას. რას გულისხმობს ცოტა მეტი დეტალით უშედეგად გითხრათ ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, თუ გახსოვთ ეს კონცეფციაშიც ჰქონდა მითითებული და პრემიერმა პირდაპირ განაცხადა და ეს არის იურიდიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი ტიპის ნორმატიული აქტი არ გვაქვს. სამწუხარო გახლავთ ის, რომ დაახლოებით 7-8 ნორმატიული აქტი არეგულირებს დღეს განათლების სისტემას და ამ სისტემის დიდი ნაწილი არის მოძველებული, მათ შორის მაგალითად მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ კანონი 1994 წელს არის მიღებული, ანუ აქ არის ტერმინოლოგიური პრობლემები, ბმის პრობლემა და აქ არ არის მხოლოდ მექანიკური ბმის პრობლემა, არამედ არის შინაარსობრივი პრობლემები. ამავე დროს თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ცვლილებები შედის წლის განმავლობაში განათლების კანონმდებლობაში და არის გარკვეული ტიპის ქაოსი სამართლებრივ საკანონმდებლო თვალსაზრისით. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა მექანიკური თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისით გავაერთიანოთ და ვაქციოთ ერთ კანონად, დაახლოებით კოდექსის დონის კანონად. ეს იქნება განათლების და მეცნიერების შესახებ კანონი. თქვენ იცით, რომ მთავრობის დავალებით და უშუალოდ მინისტრის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობ მე ამ სამუშაო ჯგუფს, რომელიც საკმაოდ დიდი მასშტაბის არის, დაახლოებით არის 40-მდე წევრი, სამინისტროსთან ერთად არიან აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის რექტორები, მეცნიერებათა აკადემია, პრაქტიკულად ყველა სექტორია ჩართული. ამავე დროს დღეს გქონდა პირველი შეხვედრა ქვეჯგუფებთან, რომლებიც ჩვენი ამოცანაა, რომ არა უბრალოდ გადაბმა მოხდეს ამ კანონისა, არამედ პარალელურ რეჟიმში მოხდეს იმისათვის, რომ დროში უფრო შევამოკლოთ. ამიტომ ქვეჯგუფები დაიწყებენ ხვალვე თანაბარი პერიოდით მუშაობას. თავარი იდეა გახლავთ ის, რომ მოხდეს ისეთი დონის ნორმატიული აქტის შექმნა, როცა არა იურისტს შეიძლება განათლების სისტემის სურვილის გაგების შემთხვევაში დაიწყოს ბაღიდან და მეცნიერებამდე თავიდან ბოლომდე აღიქვას როგორია საქართველოში საგანმანათლებლო მოდელი. კი ბატონო, მნიშვნელოვანია, ვინაიდან მართლაც განათლება არის საკითხი, რომელიც იურისტსაც, არა იურისტსაც უნდა ესმოდეს და კითხულობდეს განათლების შესახებ ინფორმაციას და ბოლოს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არაერთხელ უნდა ვისაუბროთ მიმდინარე წლის განმავლობაში Business Insider-ის სხვა პლატფორმებზე, თუმცა აუცილებლად მინდა გითხოთ მაინც გარკვეულად ჯამური მოლოდინები 2026 წელს აი ამ ხელად და მნიშვნელოვანი და ისტორიული ცვლილებების მისი უფასო განათლების შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორი იქნება და როგორ წელს ელით 2026 წელს განათლების მიმართულებით მთლიანობაში შეეხება ყველა ნაწილსხალხი. პირველ რიგში თქვენ იცით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენი მოდელით 2028 წლის სექტემბერი იქნება პერიოდი, როცა თქვა ძველი მოდელი მთლიანად ჩანაცვლება ახალი მოდელით. 2026 წლის სიახლე იქნება ის, რომ იცით თქვენ, რომ მართველი პარტიის და მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლება გახდება უფასო. ეს ციფრებში არის წარმოუდგენლად ისტორიული გადაწყვეტილება. ეს არის 8-დან 14000-მდე ძამურად თუ სტუდენტი ფინანსდებოდა, ეხლა უნდა დაფინანსდეს 21700, ყველაზე მარტივ ციფრებზე რომ ველაპარაკოთ და დაფინანსება იქნება ძველი ლოგიკის მიხედვით 100%-იანი გრანტის პრინციპით, ხო, დაფინანსება იქნება სრულად, პლუს ამას უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ დამატებითი მოთხოვნები ინფრასტრუქტურის დაფინანსებასთან დაკავშირებით, იგივე სახელმწიფო ფონდთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასევე 3+1 მოდელზე გადავდივართ წელსვე, შესაბამისად მისაღებ გამოცდებზე ანკეტა კითხვარები ამ ლოგიკით არის შევსებული. გარდა ამისა, პირველი კვოტირების ნაწილი, რომელიც წელს დავიწყეთ ტესტირება, ამ ნაწილში წელსვე იქნება უკვე ამ მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით კვოტირებების ნაწილი. ყოველწლიურად მოხდება ბაზრის კვლევების დადარება. შესაბამისად, გვინდა იცოდეთ, რომ ეს კვლევა არ ყოფილა 5 წლიან პერსპექტივაში მხოლოდ, ჩვენ ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოვახდენთ შესაბამისი ბაზრის კვლევების გადაანგარიშებას და ამ ლოგიკით ვეცდებით, რომ დაახლოებით 2028-2029 წლისთვის მოხდეს ბაზრის კვოტების თანდათან იმ პერიოდამდე მისვლა, სადაც ერთ-ერთზე დაუახლოვდება. ეს არის ის გარდამავალი პერიოდი, რომელზეც გვეგმავთ, რომ ყოველწლიურ რეჟიმში ძალიან ინტენსიურად ვიმუშაოთ. კი ბატონო, მართლაც უნიშნელოვანესია 2026 ამ მიმართულებით. ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებები, ვინაიდან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გაქვთ გასავლელი ამ წელს
და ყოველდღიურად ფაქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ წელს მოგვიწია ჩვენს პლატფორმაზე მეორედ შეხვედრა და ყოველ შემდგომ შეხვედრაზე ვიგებ თუ რამდენი ახალ თემას იმატებთ, გამოდერ იქნება რომ საერთო მიზანზე. დარწმუნებული რომ ასე იქნება სწორი. აბსოლუტურად. მადლობა კიდევ ერთხელ. ბიზნეს ინსაიდერი დღეს ამით დასრულებულია. ტრადიციულად ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაერთიანოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider-ში. მე კი ორ შაბათამდე გემშვიდობებით.